გამარჯობა მოგესალმებით, კაცები YouTube-ზეა, გაგანია სიცხეში და აგვისტოში. წესით უნდა ისვენებდეს ეხლა ნორმალური ადამიანი სადმე სიგრილეში, მაგრამ ჩვენ გესმით ალბათ კონდიციონერის გუგუნი ამის ფონზე მაინც ვწერთ, თუმცა ვწერთ წინასწარ. ეს საერთოდ არნიშნავს, რომ ეხლა არ ცხელა, ეხლაც ცხელა და ეს ეთერში როცა გავა პროგნოზი ვნახე და მაშინაც სიცხე იქნება. და რადგან წინასწარ ვწერთ, ამიტომ დღევანდელი ახალი ამბები, რადგან ვადა გაზეთს ახალ ამბებს მალე იქნება დღეს ისტორიის მანძილზე და თან ისტორიკოსი ყო სტუმრად. ისტორიის მანძილზე რა ხდებოდა? ამ დღეს? ამ დღეს. სანამ გადავალთ. არემ რა დღეა რომ მითხრა ეთერში? 7 აგვისტო. 7 აგვისტოა. ანუ გუშინ დაბომბეს ხეროსიმა. ხეროსიმა და ხოროსი. ხურასიმე? სანამ დავიწყებთ ახალი ამბების კი არა და ძველი ამბების გახსენებას და განხილვას, შეგახსენებთ რომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაალაიქეთ, დაასუბსკრაიბეთ, აქვე გეტყვით რომ ახალი გვერდი გვაქვს, ფოტოსინთეზი, შედით, ნახეთ, იხალისეთ, ითამაშეთ. გაერთეთ და გამოიწერეთ, იმიტომ რომ თუ არ გამოიწერთ, მერე გვექნება ძალიან დიდი პრიზები და ვისაც გამოწერილი. ამას კი ყველაფერს ყადრულობ რომ შემოვიყუტო. ჯიგარი ხარ, მიდი, მე შენს კერა. გამოწერილი არა, არ შეხვდება პრიზი, თუ პრიზის პატარა ნაწილი შეხვდება. არაფერი. აპიკი. კი. არა, ფოტოსინთეზი კარგი თამაშია. ითამაშეთ. აბა თუ მოუგებთ მონაწილეებს ჩანელას თუ მოუგებთ, ლაბაძეს თუ მოუგებთ და ცოტა ხანში დაიდება კიდე სხვაებიც. მეც. იკოსაც და ხო, მე მოკლედ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ანუ 7 აგვისტო, 2008 წლის 7 აგვისტოს, რადგან ისტორიაზეა ამბავი, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ, ესე მას ვქნათ, ზუსტი ის მივცეთ. და რუსეთი ოკუპანტია, ხაზი გაუსვათ ამ ესე დავიწყოთ ისტორიული ნიუსები. არც მანამდე გვაკლებდა, მაგრამ მოდი იმითი დავიწყოთ, რაც მე თვითონ მახსოვს პირადად. იყავი. ხო, იქ ვიყავი. ეთერში უყურებდი მე. მე იქ ვიყავი. 1944 წლის 7 აგვისტოს პირველი ნიუსი არის, IBM-მა გამოუშვა ერთ-ერთი პირველი დიდი მასშტაბის პროგრამირებადი ელექტრომექანიკური კომპიუტერი. აი ესე ერქვა. რომელ წელს? 1944. უიდეთ. ეს ამხელა რაღაცა ხო წავიკითხე და მე ფრჩხილებში კალკულატორი. ხო, და რამხელა იყო, იცი ეს კალკულატორი? დაახლოებით მაგ პერიოდის კომპიუტერი გვედგა კომაროვში. ხო. ნუ ეგ ვიცი რაღაც ბარათებს რო დებდით და ის. არა, კაცო. აი წარმოგიდგენ მეხსიერების ბარათი, აი ეხლა რო ფლეშკა გაქვს, ან რა ვიცი მე. ის ტელეფონში იღებს. ეს იყო აი ამხელა ფუტკრის სკეპში რო ჩარჩოებს დებენ ეგეთი რაღაცა, რომელშიც მავთულები იყო ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად და ამ მავთულებზე იყო წამოსული მაგნიტის ესე რგოლები. ანუ ჩოთქი იყო ფაქტიურად. ხო, რომელშიც ორივე გადიოდა, აი მოქსოვილი რაღაცა და აი ეს იმახსოვრებდა 200-ს. სამს. მიჩნეულია რომ ეს თანამედროვე კომპიუტერის ერთ-ერთი წინაპარია. ხო. ანუ ხო იყო ჯერ ორგანიზმი წყალში წარმოიშვნენ ამოვიდნენ ხმელეთს. ესეთივე წინაპარია დაახლოებით. IBM-ის. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მანქანა, რომელიც ავტომატურად ასრულებდა წინასწარ განსაზღვრულ ინსტრუქციებს. 44-ში? ხო. ერთ წელიწადში მოიფიქრა IBM-მა შემოაგდო ეს სინქრონული თარგმანის ეთქვა ამითი. ნიურნბერგის პროცესზე დაჭირდათ. მოსამართლეების სხვა ტექნოლოგია თარგმნელი იჯდა. ხო და იქ რა შემოაგდო. კომპიუტერიზაციასთან არაფერი არ ქონდა კავშირი. სინქრონული რამდენიმე ენაზე უშვებ. კი, გადასახადები. ადამიანი თარგმნობდა. ეს არის? აბა 44-ში როგორ წარმოგიდგენია კომპიუტერს გადაეთარგმნა? თან ელექტრომექანიკურია. გარდა იმისა, რომ ელექტრონაწილი აქვს, მექანიკური მოტორებიც მუშაობს. პირველი კალკულატორი ხო მექანიკური იყო. ჩოთქი რა, დომინო არ გითამაშია. მაგის მერე იყო არითმომეტრი. აი ესე. ხო, აი მაგას ვიზახი, ხო. ეგეც იყო. შენი აზრით IBM-ი როდის დაარსდა? ნუ 44-ში უკვე იყო.
ხო 54-ში ამხელა შეკვეთა მეიერე. 54 ამხელა რამე გააკეთეს 53-შიც იყო აუ რომ დაიწყეს 42-ში არა მე მგონია რომ ომამდე იქნებოდა რა იცი სინამდვილეში 1890-ში 1911-ში არა როგორ არა როგორ არა გუგლი ნახა პროდიუსერმა გუგლით იმან არის თვითონ IBM-მა იმან შეიძლება არ იცის მაგრამ Google-მა ხო იცის იმან თვითონ რამდენი რამე აქვს მოწყვილებული თქვენი სახი ო დაგამდე ასე ზის და წელს ათამაშებს და რაღაც გენიოსობებს ეხა უნდა ჩაუვიდეთ ძველ გადაცემებს და გადავამოწმოთ მაგდროს შეიძლება სახელი გადაერქვა 1890-ში 1700-ას 890-ში აღწერა იყო ამერიკაში და ეგ რო დაეთვალათ IBM-ის წინა სახელი რაც ერქვა ჯონ IBM-მა ეს რაღაცა ელექტრონული დამცვლელი რაღაც არა ბიჭო რა ელექტრონული 1800 1800 რა ელექტრონული დამთვლელი შეიძლება ჩოთკი იყო რომელსაც განათება ქონდა და ელექტრონული სიმნელეში სიანგარი დაასერჩა დაგუგლა აბა კიდე დასერჩე თავიდან თავიდან იცი რა კენი ხო რეფრეში მიეცი არა ეხა მოდი იაჰუს ხიტრე არა ეს ძალიან იმაშვება მანიპულირებს იმითი რომ ბრძენია ჯარა ერთი ისტორია ბუნებრივი ინტელექტი ისტორიას უხდება გაბუქება და მეორეც ეხლა რაც ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა ChatGPT ამ ესეთი შარლატანების დრო დამთა ეს ჯანელას მოწავი კი მე სადღაც წავიკითხე სად წაიკითხე აბა თქვენ მასწავლეთ IBM-ის ისტორია ეს მაგარი იყო ერთადერთი ინფორმაცია რომ კალენდარზე მოხეული ფურცლები იყო ვერაფერს ვერ უჩვებოდ ხო მაშინ ეგ იყო გადამოწმული მოხეულია 3 ივნისის გვერდზე ვნახე მოდი ამოწმე ეხლა უკვე Google-ს და ხელოვნურ ინტელექტს დაეჯახა და რას აკეთებდა ეს ითული და მარტო აი რო არ მოხდა კალკულატორი იყო მაშინ კომპიუტერს ატოვე ძახით კომპიუტერის წინამორბედი ეს იყო ჩანასახი სადაც უკვე არა წინასწარ რაღაცას არა კალკულატოროსაც აკეთებდა როგორც ჩანს კი ზს წერდა არა არა კალკულატორი პროგრამით აკეთებდა და იმით ზს ავტომატურად ასრულებდა წინასწარ განზრახულ ინსტრუქციებს თუ მისცემდი რომ აი ესეთი რაღაცეები რაც კი მონაცემებს შემოვალ დატვალე მითხარი რამდენია იმას ავტომატურად ითვლი ანუ თქვა 2x2 4 ეხლა კი არ მითხრა 5 საათზე მითხრა ზეგ ხუსა ზეგ 5 საათზე მითხარი 2x2 მაგას კალკულატორი ეხაც ვერ აკეთებ 1958 წლის 7 აგვისტოს რა მოხდა წამოვყვეთ ცოტა აქეთ რა დაიმართა პირველი ავსტრალიური ფეხბურთის მატჩი მელბურნს და სკოჩ კოლეჯს შორის მელბურნ გრამარს ან ეგეთ გუნდი იყო გრამარს გრამატიკოსები ეგენ იქნებოდნენ ყველა სიტყვაზე რო ეკიდებიან ხო იცი კი არა ეგრეა ეს სპორტი ითამაშება თუ არ იცით ოვალურ მოედანზე და იცი რა არის ეხლა რო შეხედო ეს არის ყველაზე ჭკვიანი ხალხი მაქსიმალურად გამოიყენეს სტადიონის ფორმა ხო მაგრამ ხალხი არ არის მაინც არა ხალხი არ არის იმიტომ რომ ცუდი მატჩია გრამარსი არ თამაშობს ქვედა ლიგა არის და 18-18-ზე თამაშობენ აი ვიღაცა რო ელოდება საწყლად ამათაც აყავთ ნეტა შემცვლელები ალბათ 18-18 მე მიყურებია და ვერ გავიკეთ ასე მეც მიყურები ну წესები რა თუნდა 18-18-ზე რო არის ვინც 18-18-ზე რო წესები რა თუნდა ეგ არის როგორც დიდგორის 100,000 რა თუნდა წესები დიდგორის 100 რომლის მერე ჰა აგერ მოვაისეს თუ მაინც და კითხე ავსტრალიური ფეხბურთი გინახავს არა არც ტელევიზორში აი პირველად დავინახე ახლა ჩემ და სამარცხვინოთ უნდა ითქვას რომ არსებობს მრგვალმოედნიანი სპორტი შენ დასამარცხონე თუ ავსტრალიელების დასამარცხონე ჩემ და და ის არის ყველაფერი მოსულა ბრეტელებიანი მაისურებით თამაშობენ არა გაქვს შენ ხო აგროვე აი ეს არა მაგ ავსტრალიური არა რო კიდეა ზემოთ იცი ვინ გააკეთა IBM-მა ხო და იცი რომელ წელს Google-ი უთეს რომ ეს არ ნებდება 1959 წლის 7 აგვისტოს რა მოხდა ერთი წელი გავიდა და ავსტრალიური ფეხბურთის მერე პირველი მატჩი რო გაიმართა იცი რა მოხდა არა აშშ საზღვაო ფლოტმა
წარმატებით გამოიყენა სატელიტი Transit 1B, რაც იყო პირველი შემთხვევა, როცა სატელიტი გამოიყენეს ნავიგაციისთვის. ანუ პირველი GPS-ის ჩანასახი რო არ თქვას მე პირველი GPS-ი. GPS-ი ეგ არ არის როგორ დაიწყო. ტექნოლოგიის წინაპარია. და ამზადა ეგ სატელიტი. სატელიტი თუ ეს ნავიგაცია ერთიც გააკეთეს. სატელიტი თვით. აღარ მინდა მე დღეს გადაცემაში. ვა, ნეტა როგორ ერთი სატელიტით როგორ გამოიყენეს ისა ნავიგაციისთვის? შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას სატელიტების ეს GPS-ი ხო ესე მუშაობს, რამდენიმე სატელიტი. გავიგე, მაგრამ აი აქედან ხო გამოაგზავნა, მე ხო შეიცვალა მდგომარეობა და ეგ დრო დათვალეს და მე იქიდან გამოაგზავნა. ხო, ის ხო მოძრაობს პრინციპი დათვალეს რადიოტალღის სიხშირით ან დოპლერის ეფექტით, იმის მიხედვით შენკენ მოდის თუ სხვა მხარეს მიდის, ტალღის სიხშირე იზრდება, მცირდება და მაგითი შეიძლება დაადგინო, ხო რა. ჩვენთან მაგ დროს რა ხდება? ჩვენთან მაგ დროს ტელევიზია იყო. ღამე იყო ჩვენთან. გვეცინა. გამოგვეპარა ეგ ამბავი. ხანაში მეტროს თხრიდნენ ჩუმად ჩვენთან. NASA-ს მიერ გაშვებულმა თანამგზავრმა Explorer 6-მა, ეს უკვე სხვა არის, სხვა თანამგზავრია, ისტორიაში პირველად გადაიღო რა არის, აბა ეს? დედამიწის ფოტო. ესეთი იყო პირველი. ეს არის დედამიწის ფოტო? ორბიტიდან, კი ბატონო. ვა. ბუნდოვანი, მაგრამ ისტორიული ფოტოა, რომელიც აჩვენებს ღრუბლების საფარს წყნარი ოკეანის თავზე. ეს ფოტო არ გქონდა ნანახი. არა, უცნაურია, ეხლა ცოტა დავიძაბე რა. უკანა პლანზე ვარსკვლავები მოჩანს, ანუ მაშინ დედამიწა გამჭირვალე იყო. ძალიან პატარა. ღრუბელი უფრო დიდი იყო. არ მეგონია რომ ფოტოტექნიკა იყო ისე რომ ფიზიკურად ეს გადაღებნილიც იმიტოა რომ მოძრაობასთან იმას ვერ აღიქოს რა, დიდი ხანი ჭირდებოდა. ხო, მაგრამ მეორე მხრივ ნახე რას წერენ, ღრუბლები დაინახაო. ხო, ოკეანის თავზე ღრუბლები, ოკეანის შავს აღიქოს ოკეანით, ან ლურჯს, ან შავ თეთრ. ხო და ეს ღრუბლებია ფაქტიურად, დედამიწა კი არა. ეგ არ წავიკითხე, არ უსმენ. ხო და დედამიწა არ არის თქო, დედამიწას რატო არ გავს ზოგიერთი რო იწევს. ღრუბელი, ღრუბელი კი არ არის. ტანის დასაბანი. მაჩალკა. დაფის საწმენდი კი არა. 1960 მიდი ვა, ეს ყოველწლიურად 7 აგვისტოს დაიბადა ცნობილი ორი მსახიობები დაიბადნენ, დეივიდ დუხოვნი და შარლიზ ტერონი. დეივიდ დუხოვნი ისე რა მსახიობი, მე რომ მკითხო, შარლიზ ტერონთან შედარებით. შარლიზ ტერონი ისე რა მსახიობი, ოღონდ ლამაზი. არ არის ისე რა მსახიობი, ოსკაროსანი მსახიობი. კი. მეც არ გამიგვირდა ბიჭო, ჩემზე უფროსი როგორ არის თუ. ან მოკლედ 1960 და 1960 და 1970 წელს 7 აგვისტოს 75? ხა, ჩემ ხელა ყოფილა შარლის. სემდისად პატიანი ყოფილა. 1960 წელს და 1975 წლის 7 აგვისტოს, სხვა წლებში, მაგრამ ერთ და იგივე დღეს დაიბადა ცნობილი ორი ცნობილი მსახიობი, დეივიდ დუხოვნი და შარლიზ ტერონი. შენზე ერთი თვით და ორი დღით უფრო. არაფერი, ერთად რო გადავიხადოთ. შენ ვაფშე არ გეტყობა ასად. ერთად რო გადავიხადოთ მე და შარლიზი. სადღაც სექტემბრის დასაწყისში. თან შარლიზი არის სამხრეთ აფრიკელი. ხო, შენ რო იქ ყოფილიყავი, კლასელები იქნებოდით. არა, ცეკვაზე იuliდნენ. აფრიკულ ცეკვებზე. ვაკა-ვაკაზე. და დუხონის არსებობის შესახებ არც გეცოდინებოდათ კარგა ხანი. ეს დუხოვნი რა ფილმიდან უნდა დუხოვნი X ფაილებიდან გახდა ყველაზე პოპულარი. სერიალი იყო ეგეთი. და კიდე ევოლუცია, ეგეთი ფილმი სამარცხვინო და იმ ფილმი. ძალიან კარგი სცენარის და სამარცხვინო. ევოლუცია რომელიც შამპუნით რო დააწყდა. იმდენად ვანძი ფილმია რომ ეცდანა. უცხო პლანეტელებს შამპუნით დაამარცხებენ. Head and Shoulders. კერტის საწინააღმდეგო შამპუნი. არა და თავიდან კარგად იწყება ფილმი და მაგის ფერი მოხამი არის რა, ეთქვა ფული არ ეყოთ, გაუთავდათ და მე სპონსორმა ისეთი პირობები შესთავაზა რომ სხვა გზა არ ქონდათ რა. ჩვენც რო ხო არ გადავიღოთ ეგეთი ფილმი. შამპუნზე. ჩვენ ბევრი გვაქვს ეგეთი გადაღებული. სხვა გზა რო არ ქონდა და კონკრეტული რა. 2008 წლის უკვე აქედრად მომიდით, 2008 წლის 7 აგვისტოს სტარტი აიღო პეკინის ოლიმპიადა. ეს ოლიმპიადა გამორჩეოდა იმით, რომ მაიკლ ფელპსმა იმდენი ოლიმპიური მედალი აიღო, მაშინ მახსოვს, რამდენიც ვერ აიღო ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის
ცნობილმა ქვეყნებმაც 8 ოქროს медали მოიპოვა სხვადასხვა დისციპლინებში, ანუ 100 მეტრზე, 200 მეტრზე, ბატერფლაი, 200 მეტრზე თავისუფალი ცურვა. ოქრო ჯამში არა უღია მან თურქეთს, ირანს, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და უკრაინას. ზოგიერთ ქვეყანას 8 ოქრო არ აქვს ოლიმპიადის მთელი ისტორიის მანძილზე. ზოგიერთ ქვეყანას 8 ოქრო ნანახი არა. უარეს ოლიმპიადის სამშობლო ვინც არის, საბერძნეთი იმათ არა აქვს 8 ოქრო. მთელი ოლიმპიადის მანძილზე აღებული. რაც აღდგა არა. რაც აღდგა დაგიმატა, თორემ უკვე ჩაჭერილი ყავდა რა. 200 ოლიმპიადა ჩაადეს. მარტო თვითონ რომ მონაწილეობდნენ, ყველა ვარიანტი ექნებოდა. მაშინ მედლები იყო, მაშინ გვირგვინები იყო დაფნის და მედლები არც ექნებოდა. რაღაც პერიოდში შემოყარეს მედლი. ერთ-ერთმა მოაზროვნე ეს არის ნინა შარლატანი. იცი ტიპიური სრუმეცნიერი. ოღონდ სანდომიანის სახით. ბრინჯაოს ფასი და ეცა რაღაც პერიოდი და 121 რა. 121 медали აქვს საბერძნეთს აღებული ოლიმპიადაზე. რომ იცოდეთ. ოლიმპიადებზე. აცი, ვარივით უნდა დავიმატოთ Google-ი. აი, დავაყენოთ ვარი და მივიდეთ და შემოწმოთ. არა ბიჭო, ოქრო ნახე აბა ოქრო. მეტი ოქრო. ოქროში მაგაცებო მაყურებლებო აქ პატარა ტყუილი გაგვეყვა. ყველი არა, დიდი მითი დაინგრა. დიდ სიცრუეში გაცხოვრებს იმდენიმე წამით. 2004-ში აიღეს პირველი ოქროები. პირველი 3 ოქრო და არცეთი არ და მე 32 კიდე. რავი, ბერძნულ რომაულში მაინც არ გქონდათ აქამდე. ბერძნებისთვის ერთი ოქრო მარტო ქართველს აქვს აღებული, სხვას რაც მე ვიცი. კი. ხო და 2 ალბანელს მან პირველად აიღეს 2004-ში და მე ვერ აიღეს. შენ მანამდე არ გაქვს ნაკურები ოლიმპიადები. მაქვს და არ ქონდა საბერძნეთში. ვაიმე, ბიჭო. აბა მითხარი, ბერძენი ოლიმპიურ ჩემპიონი. Google. და Google. ვა, რა დვილი ყოფილა. მე აქამდე რაღაცებს არ ვიძახი, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი. თურმე აბრეხვე. ვიძახდი. აი, ოღონდ ისეთი სახით რა, აი ესე უნდა გადაწვე. ეხა უნდა და აი აწვერი არა გაქვს, რა ეს. უნდა მე რამე სხვას მოვიფიქრე. ძველ გადაცემებს და ამოუყარო ტყუილები. ციცრუები. რამდენი დაგიწერა? ცალკე იმედი. ცალკე ვაკეთებ კაცების სიცრუეები. კლიპსი რო არ ჩააბ. ჩანს, ჩვენ ვერ ვხედავთ. ინდა მეც და იმას რაღაცნაირი ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური Google-ი აქვს. ძველ ბიჭო. რამდენი? აუ, ეს ქართულად წერს. ხო ბაბა. ოქროს медали აქვს საბერძნეთს აღებული ოლიმპიადაზე. 35. 35 გოლდი. მარტო 2004 წელს აღებული აქვს 6 ოქროს медали. მარტო 2004-ში. 16 медали და მათ შორის 6 ოქრო. Google-ი ამბობს ეს სროპანტელა. არა ბიჭო, რაღაცა ო, ჩამატება. აგერ ზასტაველი კაცი იძახებს. რას გეუბნები ბაბა მითხარი? არ მომწონს გიორგის სახე რა. ფიქრდა. ეხა დაცინის. არა. ათრით ვერ ეუნება, მაგრამ იცის რა პასო. საბერძნეთი ტყუილა წამოიკიდე, იმიტომ რომ თურმე ათეულში ყოფილა ამ მედლების რაოდენობით მსოფლიოში. ვინ? შენ რო გეთხვა საბერძნეთი, შენ რო გეთხვა თქვა ბოტსვანა, გრენლანდია. კი. ისლანდია, რაღაცა გამოგაწურეთ. ძებნა ქართულენზე არ იძლევა საბერძნეთს, ეს არის საკმარისი ხო. იმანაც დაიკიდა. საქართველოს არის და გერმანიაში დასავლი ინგლისური შორს ვერცა. ამჯერს ვერ წერს. How many gold medals? უყურე რა მომხდა. აბა მე კიდე რაღაცა წვილი წვება. კი ეხა. ანუ ეხა კი ახსერჩა და ფიქრო და ეხა რა ვქვა. ანუ ვიღაცა აუღიათ, მაგრამ გამომაწვრინე შენ. აუღიათ, მაგრამ არ იძახდნენ. გეტყვი. მიდი. დეტალი დამა. ხო. ოლიმპიადები რო აღდგა, პირველი ხო ათენში ჩატარდა 1890 წელს, მან დაიღეს. იმის მედლები ხებდნენ რა. მან დაიღეს ყველა სულ აქვს 121 медали 15 სპორტში შედეული. 2014-ში აიღეს 6. 2004-ში. ხო, 4-ში. ეგეც მან თავის ათენში აიღეს. ხო აიღეს. კი აიღეს, მაგრამ უყურე იქიდან აქამდე. იქიდან ახლა ზაში დაეკარგათ.
100 წელზე მეტი ხნის მანძილზე არა უღიათ რა ოქროს მედალი. მაგის თქმა მინდო. არ გინდა მაგის თქმა, შენ რაღაცა დებილობას ამბობდი. ეხა მინდა გითხრა რომ Google-მა დაგვიზუსტა. აბა. რომ 15 ოქრო ხო სულ აქვს აღებული და აქედან 16 მედალი აიღეს 2004-ში. ხო, 35-დან 35 გოლდი აქვს რა, არ გამოდის. არა, კარგი. ამით დღევანდელი ახალი ამბები დასრულებულია. მოგიყვანთ იმ შტანგისტ. გადავდივართ სტუმრის ნაწილზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ნიკა ხოფერი. გამარჯობა. მოგესალმებით. რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ამისთვის უნდა უმადლოდეთ ჯაფარას პოდკასტში. ჯაფარა მოგაჩინა ჩვენ ჯაფარას პოდკასტში აღმოგაჩინეთ. სხვათაშორის ჯაფარას პოდკასტი გამოიწერეთ. გაქვს და ნიკასიც. ხო, ეგ უნდა მეთქვა ეხლა. წარე პოდკასტი ეს. წარე პოდკასტი. რატომ წარე? სიმართლე ხომ წარეა და ამის გამო სულ სიმართლეს და თუ ეხლა ჩამოყევი და გამოწერებს აკეთებთ ეს კლიპსი. მაინც შეგახსენებთ რა ვიცი. თავიდან აუდიო პოდკასტი და მე ეხლა პერიოდში გადაკეთებ ვიდეო. ეგეც სმენელის მოთხოვნით რა ასე ვთქვათ, რა დაძალებით რა, იმიტომ რომ სმენელის მოთხოვნით მიზარებო დაძალია. მინდა გავხდეო ეს წერმე. ვარ თქვენი იქნებ ვიდეოში გამოჩნდეთ, თუნდაც საქართველოს საერთოდ აუდიო პოდკასტების მოსმენა მაინც და მაინც არ არის ისეთ პოპულარული. ხო, ახლა Spotify-ზე წესით Podbean-ზე, Spotify-ზე ეგეთ რაღაცაზე უნდა იყოს პოდკასტი რა, მაგრამ ხა ჩვენთან ყველა YouTube-ს უყურებს და შესაბამისად მეც იძულებული გავხდი ასე ვთქვათ, რომ სტუდიაში გადმომეტანა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ განმთარდებოდა რა, მოკლედ რა პროექტი და ისე იქაც იდება ისე Spotify-ზე აუცილებლად რა, იმიტომ რომ მაინც ბევრი უსმენს მაგალითად დარბაზში, გარეთ რაღაცა და შესაბამისად ხომ ახანაში განსაკუთრებით გამომწერი YouTube-ზე უკვე? კი. რამდენი ხანია გადმოხვედი YouTube-ზე? YouTube-ზე აიცე თავიდან მარტო აუდიოს ვდებდი ხოლმე, ეს არაფერი არ ედო უბრალოდ რა, მარტო ხმა იყო ხოლმე. და სტუდია დაახლოებით რა 3 თვეა დაახლოებით რა სტუდიაში ვიწევ. ოჩახ და ვიდეოზე მარტო შენთან ხარ თუ რა რუკები და რაღაცები. არა, რაღაცებს ვადებ ყოველს ილუსტრაციებს, რაც სადაც საუბრობთ ხოლმე, ვცდილობ რომ ხარისხიანი მასალა დავადო, ან მაგალითად თუნდაც წყაროს რაღაც ამონარიდი, ან შეიძლება რუკა იყოს. უფრო მეტად უფრო რუკებია ხოლმე რა ძირითადად. მუსიკებს არ ადებ. ვცდილობ ხოლმე, მაგრამ საავტორო უფლებები ურტყამს ძირითადად მუსიკას. რუკებზე არ არის საავტორო. რუკებზეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არის იქ ამ შეგიძლია რომ იშოვო ესეთი რუკები, რომლის გამოყენება შეგიძლია ამ შემთხვევაში. ან ზოგიერთ ან მეცონა ძალიან ბევრი გაკეთებული რუკები საერთოდ გამოვიტანო რა პოდკასტში და ჩემებსაც ვიყენებ ხოლმე ჩემ გაკეთებული რუკებს რა, შესაბამისად მოხრება. და პროგრამაში აკეთებ. კი, ვექტორულ პროგრამაში კეთდება. სხვადასხვა მე სკეიპს კონტროლულ რუკას აიღებდი და იგღებავდი რა. იცი, მასე ხარისხი დაბალი გამოდის მასე რა, ხელახლა უნდა დაიხაზოს ფაქტობრივად. რამე შეკვეთა არ ქონია რომ აი გახოცები ჩემი სოფლის რუკა გამიკეთე. სოფლის არა, მაგრამ საქართველოს ისტორიის ესპანური გამოცემისთვის მაქვს 20 რუკიანი ის გაკეთებული ალბომი ხო რა, რო ჩაესვათ იმაში. არგენტინაში გამოვიდა. სტუმრად ვერ მოდიოდი ჩვენთან ანუ ეს მოეცხადებია მე რუკე. ისტორიკოსი და მე რუკე. კარტოგრაფიის ისტორია. ეს ბოლოს ვერ დავემთხვიეთ, იმიტომ რომ ჯერ პორტუგალიაში იყავი, მე პარიზში საქმეზე იყავი თუ ისვენი? კონფერენციებზე ვიყავ. ანუ ეგრე დაემთხვა, რომ კარგი ადგილი აგირჩევია პორტუგალია კონფერენცია. რა თემაზე იყო კონფერენცია? სამხედრო ისტორიის კონფერენცია იყო, რადგან მე სამხედრო ისტორიაზე ვმუშაობ ძირითადად. მაგ კონფერენციაზე იანვარში გავგზავნე ჩემი პროპოზალსაც უწოდება ხოლმე და მოხვდი და ნუ წავედი მე. საინტერესო იყო, სამი დღე უსმენდი, ბევრ საინტერესო სამხედრო ისტორიულ თემას. მე ჩემი წავიკითხე, თან ძალიან საინტერესო თემა მქონდა, მე მგონი იმ კონფერენციის, იმიტომ რომ განსხვავებული იყო ძალიან რა. მე მქონდა სასანური საბრძოლო სპილოები ლაზიკის ომში. ანუ დასავლეთ საქართველოში. ერთი წამი გავიაზროთ. საბრძოლო სპილოები ლაზიკის ომში, ანუ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ეგრისის ომში, ბიზანტიესა და სასანურ ირანს შორის. და სპილოები ყავდა? ჩვენ არ ყავდა, მაგრამ სპარსელებმა შემოიყვანეს 8 სპილო. გამოიყენეს, თუმცა ბევრი ეფეში გამოადგათ, მაგრამ იყო ფაქტია რა. ნუ კალით ეს სპილოები? არ არის ცნობილი ზუსტად მათი ესეთი ბედი, მაგრამ სავარაუდოდ უნდა დახოცილიყვნენ ამ კამპანიის პერიოდში. არა, უნდა გითხრა რომ შეიძლება იმიტომ რომ მაგ პერიოდში, ანუ ისტორიულ წყაროებში, ნახე, ჩანს ისტორიულ წყაროებში, ძალიან ჭირს საკვები შოვნა დასავლეთ საქართველოში და ხა სპილო ამ წარმოიდგინე ხა ამ ხელა პორცი მოეკლათ, ალბათ შეჭამდნენ.
ესეთი კითხვა შენა. თუ უნდა გითხრა რომ ზოოპარკში რო სპილოა ის დავავალია მაგრამ რაც ზოოპარკში აფრიკული სპილოა მერე რა თუ ინდურია მე მგონი ინდურია რა მნიშვნელობა ვიღაცამ შემოიყვანა ხო შეუმო ნაჩუქარ სპილოს ხო თუ წარმოწმე ეს არ გაესინჯება ხო ესეთი კითხვა შენა. თუ საჭმელი არიშოება დასავლეთ საქართველოში რა აუმებთ იმორს ამ ტერიტორიის სტრატეგიული მდებარეობა რა ზღვაზე გასასვლელი სტრატეგიული მდებარეობა ის მეტი რა აქ საბერძნეთს და სპარსეთს არ აქვს ანუ იქიდან ვერ გავა ბიზანტიას ვერ დაემუქრება ანუ მას უნდა და გასულიყო ზღვაზე და ასე ვთქვათ მე ფლოტი გაეგზავნა იქიდან როგორც საჭიროა ისე მაგრამ ერთ საინტერესო ამბავია ლაზიკის ომში გავგუგლოთ სპარსეთს ზღვა აქვს საერთოდ ჩვენ ხო ზაღით ხომ საერთოდ საქართველოში არ დიდი ფლოტი არ სარკოლია და საზღვაოდან არ ყოფილი ვართ და სპარსელებმა გადაწყვიტეს რომ ერთ პერიოდი იქ უნდა ლაზიკა დაპყრობილი და მოდი ფლოტი ავაშენოთ და დავემუქროთ კონსტანტინოპოლს მოვიტანეთ დიდი მასალა დღე და ეს პროკოპი კესარიელი ბიზანტიის როგორც წერს, რომ ერთად დაახოვის, რომ და ეს ყო ფლოტის შენებლობა და მეხი დაეცა და დაიწვა ყველაფერი. იმის მერე აღარ აშენებულა, რა თქმა უნდა, ეს ფლოტი ამით დამთავრდა. გამომშრალი ხეი. ანუ ღმერთი ჩაერია იმაში, რომ ჩვენთან ფლოტი არ აშენებულიყო, მაინც რა მნიშვნელობა ექონდა, ხო? ხო, სვისი ფლოტიც კი არ გაახარა. ჩანასახილე მოსპო. მაშინ ირიავა არისო, ხო, რომ აქ რო ეღო თხე და თავიდან ჩვენ ხან ერთგვარის ვიყავით ხან მეორე. ხო. კი, მოძრაობდა ეს ხან პოლიტიკური ინტერესები ხან ეგეთი იყო ხან აგეთ. გააჩნია ვინ უკეთეს სიტუაციაში იყო იმისკენ გადავიხრებოდით ხოლმე. ეს რომელი წლებია? ეს არის მე-6 საუკუნე, 551-დან 562 წლამდე. მითები არის საინტერესო რა, აი ჩვენ რო ისტორიის ნაწილი გონია და ხო, რა არის ტყუილი? მაგალითად ერთი ესეთი მითი იყო, რომ ბერძნებს არც ერთი ოქროს медаლი არ აქვს. და იმ სხვა კონფერენციებზე რო დადიხარ, ოლიმპიური მოძრაობაზე რა მიხო არ ყოფილი. ხო და ეგეთი ყველაზე გავრცელებული მითი რა არის, აი რაც ხალხს გონია, რომ სადღეგრძელოებში იყენებენ და სინამდვილეში საერთოდ თბილისის დაარსების ისტორია მართალია? იცი რა, თბილისის დაარსების ისტორია არ არის მართალი, იმიტომ რომ თბილისი იყო მანამდეც. ფიქსირდება ტაბულა პეუნტი ნიგერიანაზე მე-4 საუკუნის ბოლო. ტაბულა პეუნტი ნიგერიანა არის ეგეთი ბრუკა რომაული მე-4 საუკუნის ბოლო და მე-5 საუკუნის დასაწყისისა, რომელზეც ფიქრობენ რომ ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც კავკასიაში დატანილი არის თბილისი. მანამდეც ან ალი არქეოლოგიური არის რა თბილისში იყო აშკარად ეს ქალაქი მანამდეც უბრალოდ გათხრებით რაღაცა ხო უბრალოდ როცა განვითარდა შედარებით და აი ქალაქს დაემსგავსა ცოტა ალბათ ეგ ჩათვალეს რომ აი პირველი კორპუსი რო ჩადგეს პირველი კორპუსი ანუ აი ხოხბის ნეშტის ქვემოთ კიდე არის კულტურული შრეები იქ თეფშები ხო სხვა დინოზაურის ის და ასე შემდეგ ასე რომ ხო ეგ მითია მაგალითად ხა შეიძლება ვთქვათ რომ ლიტერატურული პერსონაჟების გაისტორიულებაც არის ხოლმე ძალიან ხშირად საქართველოში აი მაგალითად შეგხვდებათ ინტერნეტში ხშირად ქართული რომელიმე ისტორიული რომანიდან მონაკვეთი რომელიც ხალხს გონია რომ ისტორიული წყარო არის და იყენებენ ამას შორბოდა მე ხშირად ჩვენთვის პოდკასტზე მომმართოთ რომ რატო არ ახსენეთ ეს პიროვნება რომელიც გამოგონილი არის კონსტანტინე გამსახურდიას მაგალითად შეიძლება გულაბაში რო გადმოაყარა ერეკლეს ის ხალი თუნდაც ძალიან არ ყოფილა მაგალითად ძალიან ხშირად ცელდება ხოლმე ეს მოთხრობა ჯგრაგი დავით ტურაშვილის მოთხრობა რომელშიც არის აღწერილი თითქოს დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობს ვიღაცა ჯვაროსანი რაინდი და ამ ჯვაროსანმა რაინდმა მოგონება დაწერა მე ამის შესახებ რომ ჩურჩხელებს მაძლევდა ხალხი იქ და ასე შემდეგ და ეს იყო მოდებული აბსოლუტურად ხოლმე აი ყველგან ყველას ჰქონდა გაზიარებული რომ ნახეთ ჩვენზე რა ასწერს ეს უცხოელი რაინდი და ასე შემდეგ მე ყივჩაღის მოგონებაც იყო ხოლმე ვითომ ვიღაცის და ასე შემდეგ და გაზიარებული იყო როგორც ისტორიული წყაროები ესენი რა და მე იმაზე რამეს რო ვიტყოდი რა თქმა უნდა მე შენ შემოგიტევდნენ რომ როგორ რას ქვია როგორ ხო რა თქმა უნდა როგორ აგერ წერია ხო და ნუ დამთავრდა მაგითი. ის ყივჩაღები რო ჩამოსახლა დავითმა ეგ ნაღდია? ეგ ნამდვილია, მაგრამ რიცხვები არ შეესაბამება თლად რეალობას. ანუ 6 კაცი ჩამოესახა. 6 ალბათ არა, ერთი ურდო იყო და ეხა ერთი ურდო, მაშინ ცოტა დემოგრაფიული მდგომარეობა ცოტა სხვანაირი იყო, ვიდრე ეხა წარმოგვიდგენია ხოლმე დღევანდელობიდან და ალბათ მაგის მესამედი დაახლოებით რა, რაც ანუ 40000-ის მესამედი. ხო, დაახლოებით რა. არ არის ეხა ძალიან ტყუილი რა. ეხა ეგ გაბუქება შეიძლება ეხა. იცი რა, შესაძლოა ეგ ეგეთი რიცხვები, აი როგორც არის მანდ 40000 მაგალითად. საინტერესოა რომ ამ შუა საუკუნეებში რაღაცა რიცხვების ის არსებობს, თქოს გავსება სხვა ისტორიულ წყაროებს შორის. მაგალითად უნგრეთში ვიცით კიდევ ეგეთი გადასახლება. ყივჩაღების ეგაც 40000 წერია.
და ზუსტად ხა 40-5000 მოძრაობა. ხო, რაღაცა პარტიებად მიდიოდა. შეიძლება რა იგივე 40000 ყივშარგი მინდა და წონაში რო გატყუები. ხო, ესენია 40000. არა, ან შეიძლება რა იცი მინიმუმი პარტია იყო 40000. ნაკლებს ვერ აიღე. აქცია იყო 40000 თუ აიღე. არა, ჯგუფად მოყვება 5000 მაჭანიც. რაღაცაზე ნაკლებს ვარ გაძლევ. ხო, ან თუ ნაკლებს იღებ, მაშინ დიდი რაოდენობით უნდა შეუკვეთო რა. 40000 თუ აიღებ, ჩვენი ფულით მოვდივართ და თუ არა და ტრანსპორტირებაც გადასახადები. ხო, და ჯობია ბარემ უგეთპორტუდით დაგვიჯდები. კიდე რა არის ტყუილი? კიდე ან ტყუილი ან კიდე რაზეა ხომ გამოვხილოთ ყოლდეს. აი რაღაცა მაგალითად რომელი ისტორიულ პიროვნებაზე რომ საუბრობ რა, ან მაგალითად ნაწარმოებზე, ვეფხისტყაოსანზე მაგალითად მქონდა ესეთი ეპიზოდი, ვეფხისტყაოსნის გეოპოლიტიკა ერქვა და ერთ-ერთი კვლევარი საუბრობდა რაზეც იმ პერიოდის სამყარო როგორ წარმოადგინა შოთა რუსთაველმა, აი იმ სამყაროში როგორ ფუნქციონირებს რა, იქაურობა მეფეები, ეს ურთიერთობა და შემდეგ და რაღაც კომენტარი იყო მაშინ ვეფხისტყაოსასაც ეპარებიან ნელ-ნელა რა ასეთი რა. ხო, ანუ რაღაცაზე რომ დაიწყებს საუბარს, რაც რაღაცნაირად საკრალურით არის, ხო? აი მან ჩდება ხოლმე პრობლემაა, რომ მე როგორ შეიძლება ამაზე საერთოდ ლაპარაკიც კი რა, ანუ რაღაც მიღებული დოგმაა და მორჩა იმაზე როგორ გაბედი შენ საერთოდ ამის გაკეთება. აი უფრო მასეთი ისაა ხოლმე დამოკიდებული. ჩვენც გვაქვს ეგ პრობლემა, როცა ჩვენი საყვარელი მეგობარი და Google-ი ეწინააღმდეგებიან. მეცნიერება და გრძნობები. თქვენ მეგობრის მხარესახარ თუ Google-ისა? Google-ის. Google-ის, მაგრამ უთანაგზნობთ მეგობრს. წარი პოდკასტური მიდგომა ქონიათ რა. ჩვენც სიმართლის მხარესავართ, მაგრამ გვეუბნები ხოლმე საქართველოს მხარეს რატომ არ ახართ ამ ეპიზოდშიო. თქვენო სამშობლოს ებძვითო რა. რაღაცას ვიტყვით და ეგ თემა. აბა თქვენ სამყაროში როგორ არის? გორგასალი მართლა იღლით მოკლეს? გორგასლის, ანუ იმ გორგასლის არსებობა, როგორც ჩვენ ისტორიულ წარმოდგენაში არსებობს, თლად გამართლებული არ არის. ხო, ბიჭო, ცოტა ისეთი გვაქვს ისტორიაში გადამეტები. 2 და 40 იყო სიმაღლით. ცხენი ბეჭებზე შეეძლო მოედო და მან 2 მეტრი ერთი ხმალი ქონდა 2 მეტრი შუაზე ჭრიდა ცხენზე რო იჯდა ფეხები ქვემოთ ედოო რა. ხო, ეს სამაკატივით ესე მიდია. გაბუჭებული ცხენით და შეეძლო. არა, როგორ იყო, იცი აღმართზე ეხმარებოდა და მე გაწევდა. ეს ატომუზე ნიკოს კონდა ეგეთი სპილო და ისე დაკويები ხართ ყველა მეფე რო დაახლოებით ეგრე აღწერილი. არ არის, ერეკლე არ არის, ერეკლე იმიტომ რომ იცი რაც უფრო აქეთ მოდის ახალისკენ მეტი წყაროა და ან უკვე მეტრი გამოჩნდა. ან პატარავდება რა მაგის მიხედვით. ხო, ვიცი საფლავიც გვაქვს ხო მარტივია ხა იმის მაგრამ ვინ არის რაც ერთი არ არის იდენტიფიცირებული საფლავზე ესე. ასე რომ ვიცით ჟანერად ხო და ანუ იღლის ამბავი მაინტერესებს, მე გდავიწყეთ. ხო, სავარაუდოდ ეგ არის ანუ ეგეთი ამბები როგორად როცა არის ხოლმე ჩართული ისტორიულ წყაროში, ხო, რაღაცა გამხატულებული ამბავი რო აი მეფე მაგალითად რაღაც ეპიკურად რო კვდება მაგალითად იქ ილიაში იალგუზე რო ფეხი შედგა. ხო, ნუ ასე შემდეგ ეგ ძირითადად ნიშნავს რომ ავტორი იყენებს ასე ვთქვათ მეთოდს რა, იმისი ამბის მოყოლისა, ერთგვარი ისაა რა. ხატრულად რო გაახო. ხო, რომელიც მე მეორდება ხოლმე სხვადასხვა ეს მოტივი სხვადასხვა ისტორიულ წყაროში. მაგალითად, ძალიან ბევრი რამე ჯუმაშერის ვახტანგ გურგასლის ცხოვრებაში არის სპარსულიდან. აი შაჰნამესთან შეიძლება შევაძლებო და ხო, მეფის აღნაგობაც და ფიზიკური თვისებები და რაღაცები სასანური ირანის შაჰებისა, აი ერთ-ერთი თითქმის ჩდება ხოლმე გურგასალთან, იმიტომ რომ იგივე ლიტერატურული მოტივის მიხედვით არის დაწერილი რა, ისიც და ისიც და სხვა შორის, ნუ ჩვენ როცა ამაზე გვიტევენ ხოლმე როგორ ბედავთ ეს წესქვეშ ჩვენ ივან ჯავახიშვილის მას ვდებთ ხოლმე პირდაპირ, რომელიც საერთოდ ამბობდა რომ ეს წყარო აი არა გადააგდეთ თუ ესე ვაკედანო რა საერთოდ. ჩვენ ახლა ეგრე არ აქვს დამოკიდებულება. ყველა წყაროს ძვირფასია, ყველა რაღაცაში გამოყენება შეგიძლია რა. ის არის მწირია ჩვენი წყაროები? ძალიან მწირია. ძალიან მწირია. ვისა ყველაზე მდიდარი? ქვეყნებში შეიძლება. საერთოდ დასავლეთ ევროპულები ძალიან მდიდარი არის ძირითადად, იმიტომ რომ ეს საეკლესიო ჩანაწერები, მოსახლეობის აღწერები და შემდეგ ძალიან ბევრია. ხო, ძალიან ბევრი აქვს. ამიტომ აი ჩვენთან მაგალითად კიდევ ის არის რომ კიდე კაი რომ უცხოური წყაროები არის ბევრი საკმაოდ საქართველოსზე და იმით ვავსებთ ხოლმე ამ მასალას რა. იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი აშკარად ჩანს რომ ძალიან ბევრსაც არ წერდით თავის დროზე და რაღაც ნაწილი უბრალოდ არ შემორჩა რა. იმიტომ რომ დამოკიდებულება რო ნახოთ როგორი აქვს ისტორიული რაღაც ნივთებისა და წყაროებისადმი საქართველოში მე-18-19 საუკუნეში მივხვდებით რატო არ არის შემორჩენილი ეს წყაროები. აი მაგალითად იცით გელაჩი ის რო არის განჯისკარი. იმას მეორე ნაწილიც ჰქონდა. ის მეორე ნაწილი ბერემა გადაადნეს და ლუსუნები ჩამოასხეს იმითი. ანუ ხო, მჭირდებოდა. ასევე ექვთიმე თაყაიშვილს აქვს მაგალითად მაგაზე, რომ ბერებიო აი ძალიან უდიერად აი ძველი ხელნაწერებიო არის მაშინ მონასტერშიო და აი
ცეცხლს ანთებენ იმითო და ასე შემდეგ ამ წარმოდგენით და შუა საუკუნეების რაღაცა ხელნაწერები ან მაგალითად თუნდაც ის რომ შუა საუკუნეებში ნავთი არ აქვს და ეს ხელნაწერი გამორჩევა მე-20 საუკუნეში აკეთებდნენ მაგას. აი მაგალითად ის რომ ხელმწიფის კარის გარიგება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს ისტორიის, რა, გიორგი წყინვალის პერიოდისა. 16 აღნიშნა ნაგამში გადაგდებული იყო. ხელნაწერი იყო ერთადერთი გვიანდელი შედარებით ისიც და იქიდან საიდანაც ამოქექა, უკვე გაუბედურებული, განადგურებული და იქიდან გადმოწერეს როგორღაც მე ის ტექსტი რომ რაც გვაქვს ახლა ჩვენ დღეს და ვიგანებს რა. ეს პრობლემა კი არა, შენახვის პრობლემა. შენახვის პრობლემა. ის ციგნია სად არის და ეგა კუხნაში ნახე. ხო, აი კარადა არ ვქნა. ანუ ცისფერთებში რაც არის რა, რომ ეძახენ მე და არც ერთი ხელნაწერი არ არის, ეგ ამ პრობლემებს ეწირებოდა ახლა რა. მაინტერესებს. ეგ კი არა, მეფეების რამე ნივთები გვაქვს, აი თამარ ჯვარი ვიცი, მაგრამ რამე უფრო ერეკლეს პერიოდისა ძირითადად. აი ძველებს ამბობ, შუა საუკუნეებში. ძველები ხმალი ხო არ გაფუჭდება, არც ეგ არა გვაქვს. პირიქით, ხმალი ყველაზე ნაკლებად არის შემორჩენილი. ხმალი ჩვენ მუზეუმში ვნახოთ, აი მაგალითად ბრინჯაოს ხანის და იმის მერე მე-16 საუკუნემდე პერიოდისა ფაქტობრივად არ აქვს იარაღი არანაირი შემორჩენილი. რა? ანუ სჭირდებოდა და მიქონდა. ჯერჯავეი არ იყო და ის იჟანგებოდა. ჯერ ერთი ეგ მეორეც საერთოდ საქართველოში ძალიან იშვიათად რომ რამე რაც მოხდება მიწაში გადარჩეს ხოლმე რა ძალიან ბევრი რაღაცა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში რა. აი მაგალითად არის ჩვენთან ნაპოვნი 3000-მდე ძველბერძნული სამარხი ფიჭვნარში. ცნობილი აჭარაში ძალიან მაგარი ძეგლი ისტორიული და შიგნით არის ნაპოვნი ორი ძვალი და ორი კბილი სულ. ამ სამარხებში აღარ არსებობს სამარხი გაქრა. რა იცი რომ სამარხი ვიღაცა ამოიღო. ყველა გააკეთეს ხო? თელი მოწდა და ჩაყარა. ეს 3000 კუბ თავისი ამბებით და ემით ეს წინასა გაამზადეს ეთყობა და მე არ დამარხეს აი შეგდეთ. კუბოები არის? კუბოები არის? არის რაღაცა რაშიც მარხავდნენ თიხისისა ხომ ზოგჯერ რაღაცა. მაგალითად ძველ საქართველოში ვიცით რომ მაშინ ქვევშიც მარხავდნენ ხომ რა გავრცელებული ის იყო რა თიხის აფორმაში რაღაც ეგ ფორმისაში თუ პირდაპირ ქვევრი როგორი ფორმის. აი ქვევრი როგორიც ფორმისაც არის მაგას ჩაკუჭავდნენ. ქვევრი სამარხები იყო აი ანტიკურ ხანაში ძალიან რა. ნუ ისიც იყო ახლა ჩვენ და ცესთაყვანისმცემლობაც იყო გავრცელებული. ხო რაღაც ჩატენიდნენ უფრო თქვია მაგას. ცესთაყვანისმცემლობაც იყო გავრცელებული და მაგალითად ეგენი არ მარხავდნენ საერთოდ და აგდებდნენ ხომ არა აგდებდნენ ხომ პირდაპირ აი ეს ადგილი იყო საკარალური რაღაცა ველი გვამსაყრელი ხო და მიქონდათ და აგდებდნენ იქ ცხოველები და ის გახსნილი იყო და ეგ რა ვა ყველაზე იმითი რა ქვია ყველაზე მაღლა რომელი მითიც და ეს მისტიკა რასაც აქვს არის თამარის საფლავი რა თამარის საფლავი არის ხო ეს არის აი ყველა ნებისმიერ ამ თემაზე ლაპარაკი მიგიყვანს მანდამდე რომ ნებისმიერ სოფელში ან სადმე რომ იკითხო იციან რომ აი იქ რო გამოყვებულია ნახდათ უფრო ხალხური მის ბრალია გადმოცემების ბრალია რა იმიტომ რომ ისტორიულ წყაროში დაპირწერია სადაც არის თამარის საფლავი და დამთავრებული აქვს მაგით მართლა სად არის მითხარი ეს იწამი არ თქვა დაავტოთ საიდუმლოდ რომელსაც გადაცემის მე გამინდა კაცები კლიპში ვიტყვით ხილათში კი ბატონო ნეოლაში დასაფლავებული იცი აი აქ ცხეთის ირგვლივ სოფლებში და თეთრი წყაროს და კასპის რო იკითხო უბრალოდ თუ მოხდები და რაღაც საუბარი წავა ვიღაცაზე გეტყვიან ყველა სოფელში რომ იმის თავმავალია არსენა ყაჩაღი რო იყო არსენა მარაბდელის ოღონ ბევრია რა მე 60 კაცს ვიცნობ უკვე ხო მე მანდ კი ისიც რომ გიორგი სააკაძის საფლავსაც ეძებდნენ ცოტა ხნის წინ რაღაც საზოგადოება არსებობს გიორგი სააკაძის საფლავის მძებნელთა საზოგადოება არის საქართველოში ესეთი რომელსაც რამდენიმე სოფელში მიიღო უფლება და გათხრა დაიწყო რომ გიორგი სააკაძის საფლავი უნდა ვიპოვოთო რა ანუ საიდან მოიტანს რომ უნდა ყოფილიყო გიორგი სააკაძის საფლავი კი ბრინჯაოს ხანის რაღაცეები ამოიღეს რა კარგი არის სადაც გათხრეს ას რამე მაინც ხო ნუ რაღაცა იპოვეს მის გვიანად და ეს მაგრამ ვინ ხრიან არქეოლოგები არიან თუ თქვა გეოლოგები მეტალიც რო იპოვოთ ხო მეჭობა ხა პროფესიონალი არქეოლოგი ხრიდეს ხო სავარაუდოდ და ამ თემით გატაცებული ადამიანი ალბათ ხო უბრალოდ საიდან მოიტანეს რომ ეგ მაგას ვერ დავადგინე ჯერჯერობით რომ საიდან ალეპოში მოკვეთეს თავი გიორგი სააკაძეს და ანუ სადასაფლავი რაღაც საერთოდ არ ჩანს მე ანუ არ ვიცი ხა შეიძლება ხალხური გადმოცემა იყო რომ აქ იყო მაგალითად მე მოვისმენე რაღაც მოედანი იყო აქ არ ითამაშოთო ფეხბურთი გეუნებოდნენ ბავშვობაში აქ გიორგი სააკაძე არის დასაფლავებული
დაჯილდოებულიო რა. მიღათ მეზობელს. შევხოვეთ ყოველს მყევდა. ერთი ფანჯარა ჩაუმტრიეს, ორი ფანჯარა ჩაუმტრიეს და გამოვიდა. გინება არ გაჭრა. გამუხრება არ გაჭრა და მე გიორგი საგაძემ გაჭრა ბოლოს. თვითონ მიგიღია მონაწილეობა რამე გათხრება. არა, მე ისტორიკოსები უფრო არქეოლოგების მერე უკვე ანგარიშებს რო გამოაქვეყნებო ხოლმე, აი რა იპოვეს. აი იმის გამოყენებაში მაგრები ვართ, ჩვენ თვითონ აი მიწაზე მუშაობაში მაინც და მაინც არა ვართ. რა მაინტერესებს? ეხლა მაინტერესებს ჩვენი დამპყრობლები ვინც ყავდა ისეთი. მაგალითად სახებოვანი. აი მურმან ყრო იყო? მურმანყრუ ცალიყურით მაინც. არა, ყრუ არ იყო, მაგრამ ხო იცი რატო? მაგრამ აპარატი ედგა. ხო, აპარატი ედგა, ხო და თან ზუსტად არ ვიცი. ასტიგმატიზმი იყო. ხო, მაგის ლაშქრობა ერთ-ერთი ყველაზე გაბუქებული მოვლენა საქართველოს ისტორიაში, ესე ზოგადად რა. მურმანყრუს ლაშქრობა გადათარიღებულიც ბევრჯერ არის და მართლა იყო თუ არა საერთოდ შემოსული და ნუ რა მიზანები ქონდა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაცა იცი რა არის ხომ, ზოგჯერ სხვა პერიოდის მოვლენები, რომელიღაც ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან არის ხომ დაკავშირებული. აი შეიძლება ერთ საუკუნის წინ მოხდა რაღაც ამბავი და მე თქვენ მოდი აი ამ რახანის აღწერდა იქ ჩაამატა ისის ჩასვა მაგალითად და რაღაცა. შესაბამისად მე ისტორიკოსის წყაროს რო შეისწავლეს, უნდა არ ყვევდე იქ რომელი ანაქრონიზმია იქიდან, ან შეიძლება გვიანდელი ჩამატებულია, რომელი წინანდელია და ასე შემდეგ და პირდაპირ არის ჩვენთან საერთოდ ან უმეტესობისთვის ხარ არის ისტორია. წყარო არის პირდაპირ, ამ წყაროში რა წერია ნამდვილია, всё, რა გადმოწერე და ეგ არის ეგ ამბავია. თემურლენგი კოჭლი იყო? თემურლენგი იყო კოჭლი კი. დაჭერეს რომელი ფეხში ეგ არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ ფეხში დაჭერეს ბრძოლის დროს და ვიცით რომ კოჭლი იყო. აღა მაჰმადხანი საჭურისი იყო. საჭურისი იყო, კი, ნამდვილად. აღა მაჰმადხანი. ჯამრთელი ვინმე დამყრობელიც არ შეხვდა ჯამრთელი. მოიცემეთ, პომპეუსი იყო ჯამრთელი. მართლა? კი, რატომაც არა. რა გინდა კაცო? თუმცა წეოდა არ სვავდა. ხო, ერთადერთხელ ვიცით მაგის ავადმყოფობის შესახებ ფოტოშურის პომპეუსისა და ექიმა დაუნიშნა შემწვარი შაშვი უნდა ეჭამა რომ გამოკეთებულიყო. და ეს შაშვი მაშინ აფთიაქებში იყო? არ იყო და ეხა საქმე რა მაშინ იყო ფართოდ ეპოქაში. შენ რომში ყავდა ერთადერთ კაცს შაშვი. ერთი შაშვი და ისიც ამას. ხო, მას ყავდა და ლუკულუს. რომელიც ამ ტერი იყო. არ ვეჟღებოდათ ერთმანეთი რა და იმან გაიგო რომ პომპეუს ექიმა დაუნიშნა შაშვი. და უთხრა რომ მოდიო რა და მისცა ის აჭამა შეუწევს ის შაშვი კი და უშველო სავარაუდოდ უშველო იმიტომ რომ კაი ხანი იწოცხლა და ესე იგი შაშვი პლაცებო რა შველი პლაცებო ხო ან ეს შაშვი ჩამის ძირითადად პლაცებო უზმოზე უნდა გადა შეწვის მეთოდით სავარაუდოდ იყო გასაზრდელი როგორ უნდა შეწვა კიდე ძალიან საინტერესო რაც არის ამ ისტორიაში ჩვენ ის რო ავიღოთ რა ყველაზე ხმაურიანი რაც გვაქვს რა თქმა უნდა დიდგორის უწოდება კი რა თქმა უნდა და ეს ეხა ორი კითხვა მაქვს ერთი ეს რიცხვები როგორ არის მანდ გაბუქებულია არ არის გაბუქებული 200 კაცი გამოეყო და შეიჭრა შიგნით როგორც არის თუ და მეორე ამას წინათ სტუმარი ყავდა და წავიყვანეთ დიდგორის მემორიალსაც არის და ამბავი და ჩემაშომა თქვა რომ ეს ის ადგილი არ არისო რა ისტორიულად გქონს. ხო, ხო და ანუ აბა მე გამიჩნდა კითხვა. ხო მოусმინა პოდკასტზე. ხო და მე გამიჩნდა კითხვა რომ მან თუ არ არის სად არის? ანუ ახლო მაინც არის. არიციან და უბრალოდ აი საიდან გაჩნდა ეს კამათი რომ იქ რო დავდექით ზემოთ რო დადგები რა სადაც ეს ის არის იქიდან ფიქრობ რომ ისეთი ადგილი გჭირდება სადაც ველიც უნდა იყოს რომ სადაც ბრძოლა იქნება და თან სად ჩახერგა სად მოხდა ეს ამბავი თუ მოხდა აი ამიტომ ხო, ცოტა იცი არის დიდგორის ბრძოლა ზოგადად აღწერა რაც გვაქვს, ხო? საკმაოდ აი ეს აღწერების მიხედვით ჩვენ როგორც აღვადგინეთ მეტნაკლად, ჩვენ ახლა დიდგორის ბრძოლას აქვს ძალიან ბევრი ვერსია. ალბათ რომ ეს წყაროები გაანალიზო, ერთ 20 ვერსიას მაინც ჩამოწერა როგორ მოხდა დიდგორის ბრძოლა. მთელი კამპანია. მაგრამ ჩვენთან არის ერთი გამარტივებული ვერსია მიღებული, ეს არის შოთა მესხიას ვერსია, რომელიც ერთხელ დაიწერა ის 200 კაცი რომ მიდის, შედის და ანუ ხდება და ანუ აი და თიდა რო ეშვებიან ესენი და ანადგურებენ, ხო? აი ეს არის კლასიკური ვერსია ამ ბრძოლისა, რომელიც აი ყდება სახელმძღვანელოში, იმაში. მაგრამ მე უკვე იცხოვრებს რომ აიღებ და გადახედავ, ხო? მიხვდები რომ ეს არის უბრალოდ ერთი ადამიანის ჩაოლებრივი ინტერპრეტაცია ძალიან. აი შეიძლება ბევრად უფრო ლოგიკურად ახსნა ეს მოვლენები, მაგრამ პრობლემა რა არის, იცი? ვერასდროს ვერ დაზუსტებით ვერაფერს ვერ იტყვი. ამ დიდგორის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მოვლენა არის, აი ესეთი სამხედრო ისტორიული თვალსაზრისით საქართველოს შესასწავლად. მაგ კუთხით, იმიტომ რომ არ ემთხვევა რა ეს ისტორიული წყაროების ვერსიებიც ერთმანეთს, იქ მონაწილეების რაოდენობაზეც ეჭვი არის, ვინ როდის მოვიდა მე ამ ბრძოლის დროს, ვინ როდის ჩაერთო, რიცხვები ხო ცალკე თემაა საერთოდ. როსნებიც მონაწილეობდნენ ხო? ფრანკები ხო?
ფრანკები. ოღონდ ჯვაროსნები ცი არის ხა ჩვენ ეგ ინტერპრეტაცია რომ ჯვაროსანი მაინც და მაინც ჯვაროსანია არის ჩვენგან ან მე-20 საუკუნეში გაკეთებული რა. ფრანკი მოქირავნე, მაგ პერიოდში მანკე ბაგრატ მე-4-ს აწაყავს ფრანკი მოქირავნეები. ალფ-არსლანთან ბრძოლაში ასე რომ მაგის ტრადიცია ქონდა სავარაუდოდ მანამდეც და დავითიც იყენებდა ფრანკ მოქირავნეებს, რომლებიც შემოყვანილ. პეტერბურგში რო ლეგიონერები მყავს ეს. თან ხა ეგენი ძალიან მაგარი მეომრები იყვნენ საერთოდ და ბიზანტიის იმპერიას მაგას ეყრდნობოდა ხოლმე ძირითადად რა. ანუ 300-400 კაციც რო ყოლოდა ეგეთი გადაუვლიდნენ ნახევარი მას ჯარს და. პროფები რა. ხო, პროფესიონალი ჯარისკაცი ასე ვთქვა. და მაგაზე ჩვენ როცა საუბრობთ ხოლმე და მე რაღაცებს დაზუსტებას ვიწყებთ იმაში რომ ეს შეიძლება ესე ყოფილიყო უფრო ლოგიკური ან ეს რიცხვები რეალობას არ შეესაბამება იმიტომ რომ შუა საუკუნეებში ამხელა არმია არ არსებობს ან ასე ანუ თავარი იქ რაც იყო მიზანი მიღწეული არის გამარჯვება არის მიღწეული უფრო მრავალი სხვა მოწინააღმდეგეზე ვიდრე შეხარ თან და თანაც ეს არის კულმინაცია იმ ყველაფრისა რასაც მანამდე დავით აღმაშენებელი აკეთებს რეალურად ეგ რო წაეგო მანამდე რასაც აკეთებდა წყარში ჩაეღრებოდა მაგრამ მაგით დააგვირგვინა და დამთავრდა მაგით ფაქტობრივად მაგის მე უკვე შანსი აღარ ჰქონდათ იმათ კავკასიაში რა ვერსიებია კიდე სად იყო ანუ დიდგორი თუ იყო ამდენი რაღაცა რომ რაღაც ხომ იპოვა ბოლომდე ეგ ტოპონიმი დიდგორი საერთოდ ძალიან გავრცელებული არის რა მაგარიალში ანუ დიდგორები არის რა ხო არის და დავით აღმაშენებლის ისტორიკოს საერთოდ არ ახსენებს რო დიდგორთან მოხდა ბრძოლა. ანუ ყველა ისტორიკოს რამდენიც დაწერა დიდგორზე თავის ვერსია აქვს ამ ბრძოლისა ადგილისაც. მათ შორის არა მარტო ბრძოლისა. მაგრამ ახლა მაინც არის არის ძახის რომ იქ არა. რა თქმა უნდა, იცი თბილისისკენ მოდის ილღაზი და ყველა ვარიანტში მან ხდება რა, იმიტომ რომ მანგლის და დიდგორს რო გამოივლის ვიცით და მან ხდება სადღაც. მაგრამ მაგალითად ახლა სოსო მარგიშვილის ვერსიით ვერესხეობაში ხდება ეს ბრძოლა თვითონ. იმიტომ რომ თბილისისკენ რომ გამოდის ვერესხეობით, იმიტომ რომ მეორე ხო და ასე ვთქვა, იქ ჩასაფრება მოუწყეს ხეობაში და ამ კოლონაზე რო შეუტიეს, მე კოლონაზე შეტევის დროს საერთოდ არ არის ჯარი გამზადებული. მაღლივთან იქნებოდა. მაღლივის ხო, გორა რა კიდე ხა დიდგორთან ესე. ხო, არის ვერსია რომ მან მოხდა კონკრეტულად ანუ სადაც მემორიალია და მის ქვემოთ ტერიტორიაზე, მაგრამ იცი რა არის, მან ეჭვს ხომ ეს სელჩუკები როგორი სტილით იბძვიან და საჩილო პოტენციურად განლაგებული იყვნენ რა. ახლა მაგალითად სელჩუკები ისეთ კავალერიაა ძირითადად ხო, ცხენოსანი ვილდოსნები ერენ და შემდეგ და ის რო შემოდის ლანდშაფტში ხა ის ხედავ თავარის ხო ჯერ ის ვერავს სადმიდის როგორ მოდის მე კიდე კითხვა ხოლმე რამდენი ბრძოლა მოხდა იმიტომ რომ ზოგიერთ წყაროში წერია რომ 2-3 ბრძოლა მოხდა ან პირველ რიგში ქართველები დამარცხდნენ რომ ზოგში წერია და უკან დაიხიეს და მე ესე რომ გაყვნენ მე მოუგეს ხო სავარაუდოდ აი ეგეთი ვარიანტებიც არის ასე რომ ამის რეკონსტრუქცია ამ ბრძოლის არის თითქმის წარმოუდგენელი ისე რომ ყველას მოეწონოს რა ეს ვერსია ყველას თავის ინტერპრეტაცია მაინც ექნება მაგრამ შინაარსობრივად და ყველაზე ლოგიკურად შეგვიძლია რა გარკვეული წარმოუდგენა შევიქმნათ რა არის და როგორ არის იგივე რიცხვებზე სტემატი ჩვენ ხო ბევრი წყარო გინახავს ამა თუ იმ მოვლენ ყველაზე გამბუქებელი კაცი რომელია ისტორიაში შეგვიძლია ჩვენ მოდი ჩვენიდან ავიღოთ ჩვენც ყავს ეგეთი გამუქებელი მაგალითად ჯუანშერი შეგვიძლია ავიღოთ რა აი მან არის 2.40 მეტრიანი მეფე ცხენის ზურგზე მოკიდებები ატანა რაღაცა და შევადაროთ ახლა უცხოელი გამუქებლები დაახლოებით რა სტანდარტებია იქ რას ამბობენ იცი რა არის საერთოდ შუა გააჩნია პერიოდს ისტორიულ პერიოდს მიხედვით ყველგან დაახლოებით ერთი და იგივე მიდგომა აქვს ისტორიისადმი ხოლმე რა შუა საუკუნეებში მაგალითად არის პროვიდენციალური ისტორია ხო ან ყველაფერი ხდება ღმერთისნებით, განხორციელებული დედამიწაზე და ეს რა თქმა უნდა მოქმედებს მე იმაზე როგორ არის აღწერილი ეს მოვლენები. ანტიკურ ხანაში რა არის ისტორია არის საინტერესო ამბავი. ანუ შე როგორ საინტერესო დაწერ ისტორიას, აი ეს არის კარგი ისტორია. ესე იგი აი ჰეროდოტე მაგალითად ოლიმპიადაზე გამოდიოდა. აი ხა ოლიმპიადა თემაა დღეს და ჰეროდოტე ოლიმპიადაზე გამოდიოდა და თავის ისტორიას იკითხულობდა და ეს ყველა უსმენდა ხომ შეკრებილები იყვნენ და ეს უკითხულობდა ამ თავის ისტორიას, აი ეს ბერძენ სპარსელთა ომებზე და ხალხი უსმენდა რა. იქ იმიტომ რომ საინტერესო მოსასმენი ამბავი უნდა ყოფილიყო რა, რაც უფრო გაყიდვადი ხო? და ამიტომაც აი მაგალითად ანტიკურობაში არის რომ ქრონოლოგიაც მაინც და მაინც არ არის ხომ დაცული ზოგადად რა. ტროას ომი თუ ნამდვილი ამბავი შეიძლება ცხენიც იყოს სადმე იქ. ომის შეჭვეში არის? ხო, იმიტომ რომ სად მოხდა რომელია ის ტროა ჩვენ რო ვიძახით ახლა ტროაო, იმას შლიმარმა რო გათხარა. კიზეთ კი არ აწერე რომ ტროა, უბრალოდ ვარაუდო ახალი პერიოდში არ აწერე. ტროა 3 კილომეტრი. ტროა და გადახარა.
გასასვლელი იციან, მაგრამ საიდან ხრიდა. ტროა ურას სტადიონში, იმიტომ სტადიონებში იზომებოდა ხოლმე. მაშინ ხო მანძილი და მაგრამ ნუ არ ვიცით რა ზუსტად. არც პომპეი არ ვიცით? პომპეი როგორ არა? პომპეი ხო რეალურად არსებული. არა, ხო ის გათხრილია თქო, მაგიტომ ვიძახი რა. არა, ხო, მაგრამ პომპეი რა არის? პომპეი რომაული პერიოდის უკვე ესეთ პერიოდის ძეგლია, როცა ხელშესახებ დონეზე ვიცით, ყველაფერი წყაროებში და შემდეგ და ტროას ომზე მარტო ერთი ეპოსია. ქალის გამო რომ მოხდა ეგეც ეს არის? ეგ პოპულარული მოტივია ალბათ ომი ქალის გამო რომ ხდებოდა მაგრამ. კი. სამყარო წინდანების უმრავლესობა ხომ. შავი არქეოლოგია საქართველოში საკმაოდ ის არის, გავრცელებული. კი. აი მაგალითად მონეტებს რო ეძებენ ხოლმე და მერე ყიდიან ბაზარზე და შემდეგ, ხო? შავი არქეოლოგია კი ამას წინათ იყო საზღვარზე გადაქონდა, შავი გეოლოგია შემოვიდა რა. კი, ანუ აი რა ამონიტებს და რაღაცებს რუსი ტურისტები აგროვებენ და მიიღენ, ნუ წესით არ შეიძლება. კი, შავი ბალნეოლოგია არის. შავი ბალნეოლოგია. ნუ მიაქვთ რაღაცა ტალახი, სამალიან ტალახი. და იმას რა ქვია, ამონიტებს თავისთან ყრიან და იძახენ, ო, ჩვენთან წვოი. არა, ევროპაში იყენებენ იმას რა, შეიძლება სამკაული გააკეთო და სამკაული რაღაცა და. ხო, არა, რა თქმა უნდა არის რა, შავი არქეოლოგია და ეს შავი არქეოლოგიით რაც გადის მეცნიერებთან არ ხდება ვაფშე. უმეტესად არ ხდება კი. ხა დავიცით ჩვენ საქართველოში მაგალითად აი ერმაკოვი იყო 19 საუკუნის ცნობილი ფოტოგრაფი, რომელსაც უამრავი რაღაც გადაიღო ნივთებიც მათ შორის რა. მაგალითად საქართველოში იყო ესეთი მუზეუმი ბაყათარის მუზარადს ეძახდნენ რა და მიაწერდნენ მე-13 საუკუნის ოს ხედართავარს ბაყათარს, რომელიც შემოიჭრა ქართლში მონღოლების პერიოდში და მე გიორგი წყინვალე განდევნის გორიდა, ხო, ამას შემოიჭრა ოსებს. და აი ეს მუზარადი არის გადაღებული ფოტოზე. მაგრამ თვითონ მუზარადი არსად არ არის. და ეგეთი ნივთები არის ხო ერმაკოვის კოლექციაში მაგალითად ნაპოვნი და მათ შორის აი ივან ჯავახიშვილს უწერია სადღაც რომ ქართველი მხედრის და ცხენისო სრული საჭურველი მაქო ნანახიო. ანუ მხედარს და ხო რა კატაფრაქტის ტიპის ყავ. მაგრამ სად არის ხა რა უნდა ის გონი გერმანიაში მაქო ნახე თუ რაღაც ეგეთი მახსოვს რომ იყო, მაგრამ არც იგაღარიძებნება არაფერი და არ ჩვენთან და ხა რა ვიცი რომელი ვიღაცას კერძო კოლექცია სად რაღაცა ნივთი ხა გაცმა არის ის ხო ხოლოდ ისტორიკოსი ისტორია ყველასია და უნდა იყოს ჩვეულებრივ ხალხსაც უნდა ქონდეს. კი, მაგრამ იცი რა არის, შესწავლის საშუალება უნდა მოგვცეს რა. სახში წაღების საშუალება. და ვაჭრო. და დაკვირვების რა შესწავლ. ხო, აბა. საჩუქრების ნაწილზე უნდა გადავიდეთ. გადავიდეთ. ოპა! დათო. აი, ნახეთ, დათო ეგრევე დათო. ჩვენი სპონსორია ნიკორა ხორც პროდუქტები და ყველა ჩვენი სტუმარს ჩუქნის საჩუქარს ეს არის შუა საუკუნეების. შუა საუკუნეების არის კი. შუა საუკუნეების ახალი სინა გემრიელობები, მოიცა ის თუმცა მეთოდი ახალი ისა აჰა, შველი. კომაგი გიყვარს? კი, კი. აი ნახე, კომაგი. შვენიერი. სტადიონის ისე მერასპორტსაც უყურებ ხომ ისე დილით არის რომ ეს მოვიდა სხვა წესები. აჰა. ადრე ამას დავლები ხელს გაცუნცულდებოდი საჩი, ეხლა ამისთვის მოგიწევს ბრძოლა. შენ რომ უნდა დაიცვა. უნდა დაიცვა. ეს გედოს აქა. ჩვენ სტუმარს ადოედოს იგი დაუდე. არა, აქედან უნდა ამოვაცალოთ. მაშინ ისეთ შენ დაიდე რომ არ შეწუხდეს სტუმარს. აჰა. არ იცის და მე შევწუხდე და სტუმარი იჯდეს ესე. კარგი. გიორგი დასუნ შეკითხვებს. აჰა. ჩვენ უნდა გავცეთ პასუხები. შენ შეგიძლია რომელიმე ჩვენთაგანს დაეთანხმო ან შენი ვერსია თქვა, თქვა რომ არც ერთი არ არის. სწორი. თუ აღმოჩნდა რომ გამოიცანი შენან გამოიცანი ვისი პასუხია სწორი, საჩუქარი გრჩება. თუ არა და ჩვენ ყველას შეგვიძლია აქედან ნებისმიერი გამიავიღოთ. თითო კითხვა და თითო სამოვაცა. ვინც სწორი პასუხი გასცა, იმას შეუძლია 2 წამოიღოს. ანუ შენ გაქვს შანსი, ეს მშვენიერი კალათი წაიღოს სახში და გარანტირებული ჯერ მარტო კალათი. ხო და არა და გაქვს გარანტირებული. მე ვიღაც ისტორიკოსი დაწერს რომ ერთი კალათი ხორცი მოიტანა, მარტო კალათი იქნება პოტამი. ამ კალათზე ერთი ამბავი შეგვიძლია გავიხსენოთ. რა, ცნობილი ბერძენი ფილოსოფოს სოკრატეზე, ბერძნები რომში მიდიოდნენ ჰოპლიტები, თან მიქონათ ხოლმე კალათით პური. და ომის დროს გამოიყენებს საჭმელად რა და მალე დამთავრდა ეს ომი და ამან წაიღო ძალიან ბევრი პური. და სხვებმა იმ კალათაში ის ნადავლი ჩაალაგეს, ბრძოლისმე წამოიღეს და მან ის პური მოიტანა ისე თქვენ სახში. ეს არის სოკრატე ამის გამო ეჩხმებოდა ცოლი ხოლმე. ცნობილი. არა ფერი საქმე. ლაურა სოკრატე. სანტიჩი. სოკრატე რა კარგი კაცი ყოფილა, ომში ბევრი პური წაიღო. უკან გადაყარა და ოქრო რო ჩაე. პურის გადაგდება არ შეიძლება. ხო, მაგით.
დავიწყოთ? დავიწყოთ. მიხეილ ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ეს არის არაქართველის მიერ საქართველოს ისტორიაზე დაწერილი საუკეთესო წიგნი. ამ წიგნი თქვით ან ავტორი? ჰარი პოტერი დიუმას კავკასიაში მოგზაურობა, ხო თუ რაღაცა? შენ მაგას ამბობ? ხო. საკმაოდ დიდი ისაა რა, დროის სიყვარული რა. კი ბატონო. ვინ არის? გაქვს შენი ვერსია გაქვს? მე მომეწონა ლოგიკური ვერსია იყო, მაგრამ თან რა არის დიუმა ხო ის არის რა, მწერალია თვითონაც. ხო. შესაბამისად მხატვრული თვალსაზრისითაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კაი საკითხი წიგნიც არის, გარდა იმისა, რომ ქართულ ხასიათს ასახავს რა. კაი, შენი ვერსია ვიცი, ჩემი ვისეთახმა ვიცი, შენ რას ამბობ? ნავი ოდისევსი და რაღაცა მაკეთ წავიდოდი რაღაცა ხო მაინც უნდა ვთქვა. ოდისევსი რა. ილია. შენ? ეგეთი კონსპიროლოგი იყო ვითომ მიხეილ ჯავახიშვილი? ალბათ. არ ვიცი, არა. აპოლონიოს ოდოსელიო. სწორი პასუხი არა გაქვთ არც ერთ. სწორი პასუხი არის დიდი მოურავი. ამოიღეთ თითო. რა იცი, არც ეგ წიგნი არ არის და მე იმიტომ რომ ვფიქრე რა. შენ ხო იმას დაეთანხმ. კი. წიგნი საერთოდ. ტრაკოული შენ რას ამოიღეთ? ტრაკოულს. ანტონოვსკაიას დიდი მოურავი. всё, კაი. მოიცა თქვენ გჭებათ და მე არა? ხო, შენს რომელი მოგაწოდო? შენ ზიანს მოგაწოდებ. რატო? ბავშვი მოგონებები. სუპერია მოიღო თვითონ დიეტაზე. არა, იქო არასწორი პასუხი. არა, მე ხო, შენ წიღებ. მართლა? მაშინ ისო სოკოთი დაყვერით. სოკოთი და ყველი. მოიცა მახელარჩევანი გვაქვს? ვერ გამოიცანით და მაინც კი, აბა, იმიტომ რომ ამანაც ხო ვერ მოწრებაზე არ ვიღებთ არაფერს. სპეცი მომეც, სპეცი. სპეცი კარგია. შენ ეგ წამართვი ტრაკოული? შენ რომ ამოიღე მე გადმოვუდგე. კაი, მაშინ მე მიუნხენურს დავიდე. შემდეგ რამე შუასაუკუნეებზე რა გაქვს? მისი ძეგლი დგას. ძეგლები დგას თელავში, კიევში, ტორონტოში. ტორონტონ დამაგდო. კიევში? თელავში, კიევში. ტორონტომ დამცა. მოდი ტორონტო დაიწყე და თელავში და კიევში დადგას ის მითხარი და მე ვიწყვი მაგას და მე ტორონტოზე იქ. ან თელავი დავივიწყოთ და კიევში და ტორონტოში. ადამიანის ძეგლია თუ რაღაცა? არა, ადამიანის. ერეკლეს ვიტყვი მე და დააჩენ თქვენი მჭვრეთ თავ. მე ჩემი სოსისი აღებული. ირანელმა რომ მითხრა ხო იცი? კითხა, ბოდიშიო აქო ვათვალიერებო ქალაქს და შახაბაძის ძეგლი სად არის? ნუ თქვი რატო ეძებს? რაც მაგან თქვენთვის გააკეთე. რა გააკეთე? კულტურა შემოიტანა. ხალხს მოასახლა, ავაშენეთ საქართველოს. ეს რომელ შაჰაბასზე პირველს თუ მეორეს? მეორეს მცირე. მცირე რომ. მიდი, თქვი. კიდე დავამატო. აბა რაღაცა დაამატე ხო? ხალი არის. ხალია, ხალი. აუ, უკრაინელი მწერალი ხალი, ლესია უკრაინკა. უკრაინკა. ლესია უკრაინკა. ჩემი პასუხია მე ლესია. ვეთანხმები დათოს. იყოს ლესია უკრაინკა. ყველა აბა რა არ ვიცი საერთოდ. შენც ლესია უკრაინკა ამ ორსოს ისაიხებს. ვიცი რა შესაქმე? ეხლა საქართველოში დავფიქრდე უკრაინელისა ვის შეიძლება იყოს. ტარაშევ შეკოს ძეგლი გვაქვს იქ უნივერსიტეტთან. მაგრამ არ თქვა თბილისი? ხო, და რა ვიცი, პოეტი უკრაინელი ეგ ვიცი, ქალებიდან და მეც არ ვიცი, ასე ვთქვათ, უკრაინელი პოეტი ქალები. სწორი პასუხია ლესია უკრაინა. ლესია უკრაინკა. აი შენი ორისო. თუ გინდა არათის რეალ თუ გეზარებ ამას ხალხში გაგი. ჩადიწავე რა. ოხსნა და ჯიბაში ჩაიხა. ეს კარგი დასაჩუქრებული მივდივართ გადაცემა. მოდი ახლა ეს გადავდოთ. მადლობა გიორგის კარგი პასუხების. მოდი ახლა ეს გადავდოთ. ეს გადავდოთ. გადავდოთ. მოდი ეს მართლა კი არ გაწია. ამასაც აკეთებდეთ. მართლა კი არ გართმევთ დაცოს კარგი. ჯანსკა. ოპა, ეს შენია ყველაფერი. ამოვაძრე. და მეორე საჩუქარი გვაქვს თქვენთვის ელიტისგან. ელიტის. დაათო. ჩვენი სპონსორი ელიტი გამოკითხვა. ონორი შენ გასაჩუქრებს რა ხან ისტორიაში რა ხან ისტორიაში ხარ
ჭკვიანი საათით და უსადენო ყურსასმენებით. შედიეთ. ძალიან ჭკვიანი საათია. შეიძლება რაღაც დონეზე შენზე მეტი იცოთ ეს. შენ ჯანმრთელობის იმას მუდმივ შემოწმებას პულს გითვლის ჟანგბადის რაოდენობას სიცხეში გითვლის ნაბიჯების რაოდენობას და ნაბიჯების რაოდენობას გითვლის რამე ვარჯიში გაქვს სპეციფიური არჩეული იმ სპეციფიური ვარჯიში შეიძლება დაგითვალოს რა რაოდენობის კალორიები დაწევა და ყურსასმენი ვარჯიშის დროს რომ მოусმინო ყურსასმენი პოდკასტს არა მარტო ვარჯიშის დროს შეგიძლია დასვენებულბაც ვარჯიშის დროსაც შეგიძლია ძილში რაღაცა ნუ რაღაც საათს დავაგავშე გაიღვიძებ და რაღაცა იცი არ გახსოვს რომ რაღაცით უფრო წინ ესე უსვენს ეს ტყი გიბატონო მადლობა ძალიან დიდი მადლობა ამას არ გართმევ. ეხლა დაგისვამ ჩეკი არა ეხლა არის სელფი ხო სელფი უნდა გადავიღოთ ტრადიციული ისტორიული სელფი როგორი უნდა იყოს ისტორიული ძირითადად როგორი ფოტოებით არის ისტორიული სელფი მე ვიცი როგორი უნდა ყველაზე ისტორიული იცი როგორი ყველამ გავიხადოთ ვიდრე ვართ იმაზე ბევრი რო გამოუჩდეთ ეგეთი მაშინ ეხლა გადავიღოთ და მე ვახსოვს გასვას ბევრი ჩვენნაირი უკან რა გამოვიქოთ სელფი ისტორიკოსის ერთ-ერთი 1000 ნივიდებით გადაცემაში მოდი ჯერის ძირითადი ხალხი გიორგი შენ ისე ხარ დიდგორი რო სხვაგანა სელფის რუბრიკაა ეს ესე რაღაცნაირად ვილაპარაკოთ სელფის სლოგანი და ვილაპარაკეთ ბევრი მიმოვიხილეთ ყველაფერი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად მადლობთ ჩემმა შვილმა გაიმარჯვა იმ გამაჩი რომელიც იქ იყო მე მგონი და უნდა გავიცროთ ერთმანეთი და პოდკასტის მსმენელად არის მე მგონი ძალიან სამხედრო თემები უყვარს ძალიან მაშინ სავარაუდოდ უსმენს წარე პოდკასტს კი და შეიძლება კომენტარებს კიდევაც რაღაცას წერს მადლობა ამით მეგოა ხო ამით დღევანდელი ჩვენი განაცემის სტუმრის ნაწილი დამთავრებულია გადავდივართ მომდევნო რუბრიკაზე ჩვენ გვაქვს ახალი რუბრიკა ჩვენი სპონსორია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტი და გვექნება თამაშები. პირველ გადაცემაში გვექნება თამაში უსარგებლო სტატისტიკა. მე თქვენ დაგისვამთ კითხვებს ევროკრედიტზე. რომლის პასუხი ალბათ არც უნდა იცოდეთ, არც არაფერში გამოგადგებათ, მაგრამ თუ ვიცით, შეიძლება ეს ცოდნა რამეში გამოვიყენოთ. ხო, რამეში გამოვიყენოთ. პირველი შეკითხვა. აბა, რამდენი წელია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს, მუშაობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტი. დრო ჩაირთო. ანუ აი ევროკრედიტი რა არის? ბავშვია, თინეიჯერია, ზრდასრულია. დასწერეთ, ოღონდ ისე დასწერეთ, რომ ერთმანეთმა არ დავინახო. ხო, ერთმანეთს დავინახოთ რა დაგიჯერებ თუ არა, მან სხვა ეშმაკობა მიდის. ხო, ის Google-ს არ უჯერებს და შეგას დაგიჯერებ. 2011 12 წელია. 12 წლის არის 2009. გაიმარჯვა ირაკლი. მართლა გავარტყი? 2011 წელს საქართველოში დაიწყო მუშაობა. საიდან იცოდი? არ ვიცოდი. ანუ ადევნებ თვალს. ევროკრედიტს ადევნებ თვალს 2011-დან. 11 ხო იცი მიყვარს, აი. ხო. სწორია. მაშინ მე რატო დავწერე 12? შემდეგი. მაქსიმალურად რამდენი არ გეგონოს რომ ეს დავწერე, ეს წინა კითხვის. ხო, აი მე მაქსიმალურად რამდენი თვიანი შეიძლება იყოს ევროკრედიტის ბიზნეს და ავტოსესხები. რამდენი თვიანი? მინიმალური არის 1 თვიანი. ან უფრო ნაკლებიც აიღე და აბრუნე, მაგრამ მაქსიმალურად რამდენი თვიანი შეიძლება იყოს გაკეთებული? მაგ თვეებზე გეკითხები თუ წლები რო დავწერე? თვეები, რამდენი თვიანი? მე თვითონ გავსყოფ ამ ციფრს 12-ზე და გადავიყვან წლებში, იმიტომ რომ სწორი პასუხი წლებში ვიცი. არა, რამდენი თვიანი? დაიწყეთ ფიქრი. ან წერა. მოიცა გადავთვალო. ბიზნესს ხი? ბიზნესიც და ავტოც. იმას 12 თვიანი. 72 5 წელი, ანუ 60 თვე, 3 წელი. 3 წელი, ანუ 18 თვე. და გაიმარჯვა გიორგი.
მაქსიმალური კრედიტი არის 6 წლიანი, ანუ 73 წელი 18 თვე როგორ გამოიყვანე. 26. მადლობა რომ ამოწმებთ. ბიჭო, აი შეტყუილში ვცხოვრობ. კი, აი დღეს დიდი სიცრუე არის. დაკა მაგრად უნდა დავდგეთ. 36. მე ვიღაცებისგან განსხვავებით ვაღიარებ თუ შევცდი. სწორი პასუხია. შემდეგი 72. შენ მოი. ერთით ეკონომისტი კაცი რა, მაინც. ხო და რატომ აქ ეს 0? კიდე მესამე კითხვა არის? ტაქსი რამდენი ხანი შეიძლება რომ ამუშაო რომ ჩქარა თუ იმოქმედებ, ბევრ კითხვას მოვასწრებ. ბევრი კითხვა მაქვს მომზადებული. მიდი. რა გენა. მაქსიმალურად რამდენი ხანი შეიძლება გრძელდებოდეს ევროკრედიტის საშეღავათო პერიოდი კრედიტზე? ანუ რამდენი თვე შეიძლება არ იხადო ძირი და იხადო მარტო პროცენტი? რამდენი თვე? დავწერე. საშეღავათო პერიოდი. რამდენი თვე? დავწერე. ის ძალიან ბევრს ფიქრობს და დააკელი რამე. ის ფიქრობს კი ის ითulis. ხო და არ არის ეს თულაზე ეს თამაში. უსარგებლო. აბა 1 2 და 3 გვაჩვენეთ 3 თვე 3 თვე 12 თვე რომელი იქნება მართალი 12 თვე ევროპაში შეგიძლია 12 თვე კონდეს საშეღავათო პერიოდი ბიჭო 3 თვე თუ ვერაფერი ვერ გააკეთე შეღავათი გჭირდა 3 თვე რისი გამკეთებელი ხარ კიდე 9 თვე შეგიძლია არაფერი არ გააკეთე ფიზიკოსთან და გეოლოგთან თამაში ეკონომიკურ საკითხებზე ჩვენ სულ ერთეულებში კარგი ეხა კიდე ჩქარი კითხვა იცი მიდი აბა წავიდე რამდენ წუთში შეგიძლია მიიღო მეორე განმეორებითი სესხი ონლაინ ევროკრედიტში ამდენ ხანში რამდენ წუთში მიიღო დაგიმტკიცე ეს კი არა მიიღო აი რამდენ წუთში გექნება ანგარიშზე ფული ეს ტექსტად წერს დიახაც შეეშო ეგ უკვე ეკონომიკა აღარ არის არა სხვა ხერხი გამოვიდა წერე 1 საჭკაობს 2 და 3 ჩემი პასუხია 10 წუთი ჩემი პასუხია რამდენი წუთით დაჭირდება შევსებას და დაჭერას მომენტალურად და 15 წუთი ვერც ერთმა ვერ გამოიცა გაცილებით ნაკლებ დროში 5 წუთში უკვე მომენტალურზე ნაკლები დრო 5 წუთი როგორ არის გამაგებინე მომენტალური არ არის ფიქსირებული ხო ანუ მე მოვიგე ანუ მე ყველაზე ახლო ვიყავი 5 წუთი მომენტალური 0 ხო არის ხო თქვენ ორივე ნელი ინტერნეტი აი ხავსეში ანუ 1 2 1 შემდეგი შეკითხვა ამას 2 აქვს ფორმულას 2 2 1 ვა ისე მაჩანჩალა ვარ მიდი ეხლა არის უკვე გავარდნაზე ვა მიდი გავარდნაზე მოგდეთ ევროკრედიტ საქართველოში აქვს 22 ერთიდან გითხარი ვინ ვარდება სად ვარდება გეტყვით ევროკრედიტ საქართველოში აქვს 22 ფილიალი ხო 14 ქალაქში თქვენ უნდა ჩამოთვალოთ ქალაქები ვინც დაასახელებს ქალაქს რომელშიც ევროკრედიტს არ აქვს ფილიალი გავარდება იგებს ის ვინც ბოლო მაშინ ესე გავაკეთე რიგრიგობით მოყვეთ რა ხო ეგრე მოყვეთ მაგრამ არ დაწერა ხო რაც იყო უნდა შენ გავხსნე რო გაგირთულოთ პირველს მე ვიტყვი თბილისი გაგრძელეთ ბათუმი სწორია რუსთავი ბათუმი რუსთავი სწორია ქუთაისი ქუთაისი სწორია დარჩა 10 ზუგდიდი სწორია დარჩა 9 გორი სწორია დარჩა 8 თელავი სწორია დარჩა 7 დაუშე ამბროლაური გავარდა არა ჩვენ ყოს პირველი გავარდნი დაჟე ქალაქიც არ არის მიდი თქვენ ორი ვერსია მაქვს ერთი ამბროლაური ერთი თქვენ შემდეგზე მეორე ფოთი სწორია
დარჩა 6. ბორჯომი. გავარდა კიდე. და გიორგიმ გაიმარჯვა ამ თამაშში. ოღონდ მაინტერესებს შემდეგ რას ამბობდა რა. მე ვამბობდი გუბერნიის ცენტრებს და ამან გადაუხვია. აი ახალ ციხე რო გეთქვა, ალბათ იქნება ახალ. ახალ ციხე რო გეთქვა. ბიჭო მე მაინც ის სისხლის ყივილზე წავედი რა. მაგას ცუდი სიტყვა. რა. ეგ არის შოვინიზმი. მოკლედ დღევანდელ თამაში გამარჯვებულია გიორგი. მეც მიყვარხარ. იმედია მოგეწონათ. არა, არ მოგეწონა. ეს ვაფშე 3-2. მეც ვისკითხე იმედია. მაჩა ჩავას. გიორგი იმედია მოგეწონა ეს თამაში. ძალიან ვისია. შემიძლია გავაგრძელო ქალაქების ჩამოთ. მიდი გავაგრძელო, ჩვენ წავალთ ახლა. გიორგი აგრძელებს ქალაქების ჩამოთვლას, ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ერთი გემში და ვით ნახვალ. მე კიდე 2 ქალაქი.